საკმაოდ ვრცელია სტატია, რომელიც გამოაქვეყნა Freedom House-მა და სადაც ავტორი მიმოიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის პერსპექტივას, თუმცა ეს არა მხოლოდ ანალიტიკური ხასიათის სტატია, არამედ ვკითხულობთ ასევე მოწოდებებსაც შეერთებული შტატების მისამართით, რომ ვაშინგტონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაახლოს ურთიერთობები ქართულ ოცნებასთან, ქართული ოცნების მიერ ზეპირად გამოხატული, ზეპირ განცხადებებში გამოხატული სურვილის გამო, რომ მას ამ ურთიერთობების განახლება უნდა და ვკითხულობთ მოწოდებას, რომ ვაშინგტონმა ამ ურთიერთობებისთვის უნდა დააწესოს მინიმალური ბარიერი, ერთგვარი წითელი ხაზი თუ უპირობო ტესტი და ეს ტესტი უნდა იყოს პატიმრების გათავისუფლება. ამ სტატიაში ვკითხულობთ უფრო კონკრეტულადაც, ვინ მიიჩნევიან ამ კატეგორიაში, საუბარია მზია ამაღლობელზე, ზვია ცეცხლაძეზე და სხვა დემონსტრანტებზე, რომლებიც აქციის დროს დააკავეს. ამ სტატიაში ასევე ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, თუ რატომ შედის საქართველოს დასავლურ ორბიტაზე დარჩენა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესში და ასევე რატომ არის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჭრილში განსახილველი ის თუ რა პოლიტიკური სტაბილურობა ექნება საქართველოს შიდა პოლიტიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები. ასევე ვკითხულობთ მოწოდებას, რომ თუ კი ქართულ ოცნებას არ ექნება კომპრომისი და კომპრომისზე წავა შეერთებული შტატები, ეს იქნება ავტორიტარიზმის ლეგიტიმაცია საქართველოში, ქართული ხალხის პროდასავლური ნების უგულებელყოფა თუ მისი ღალატი და შეერთებული შტატების მარცხი სამხრეთ კავკასიაში. ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ნებისმიერი გადატვირთვის ცენტრალურ საკითხად იქცეს. ის ადასტურებს, რომ ამერიკელებისთვის სიტყვის გამოხატვის, რელიგიის, სინდისის თავისუფლება ძირითადი უფლებებია და ის არ უნდა დაირღვეს. სტრატეგია დასძენს, რომ შეერთებული შტატები ზეწოლას მოახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც იზიარებენ ან ამბობენ, რომ იზიარებენ ამ პრინციპებს, რათა ისინი სრულყოფილად და სულისკვეთებით დაიცვან. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ იზიარებს ამ პრინციპებს, მაგრამ პოლიტპატიმრების მიმართ მისი მოპყრობა ყველაზე ნათელი ტესტია იმისა, აქვს თუ არა ამ მტკიცებას აზრი. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე აჩვენა, რომ მდგრადი ზეწოლისა და მაღალი დონის დიპლომატიის მეშვეობით შესაძლებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასობით დაკავებული გაათავისუფლეს ბელორუსის ციხეებიდან. საქართველოს პოლიტიკური პატიმრებიც მსგავს ყურადღებას იმსახურებენ. თუ მმართველ პარტიას სურს შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირები, ვაშინგტონმა უნდა მოითხოვოს კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული უკუქცევის შესაჩერებლად, მათ შორის პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, უფრო ღრმა ჩართულობის სანაცვლოდ. ეს რეფორმები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში დარჩეს და თავიდან აიცილოს შემდგომი გადახრა ავტორიტარული ძალებისკენ, რომელთა ინტერესებიც ეწინააღმდეგება თავისუფალ საზოგადოებებს. პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილებოდეს როგორც მინიმალური და არა საბოლოო კრიტერიუმი. ამ სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ თუ კი ქართული ოცნება არ შეასრულებს მთავარ პირობებს იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლდეს, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სანქცირების პოლიტიკა ქართული ოცნების ლიდერების მიმართ, თუმცა საუბარია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს უნდა შეეხოს ფინანსური თუ პერსონალური სანქციები, ასევე შემსრულებლებს, პროკურორებს თუ მოსამართლეებს. არის თუ არა პატიმრების საკითხი და სავარაუდოდ არის პატიმრების საკითხი დაყენებული ქართულ ოცნებასთან ამ ურთიერთობების თუ მოლაპარაკებების დროს, თუმცა რამდენად მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლდეს, ეს ჩვენ არ ვიცით და სწორედ ამას მოუწოდებს Freedom House-ი შეერთებულ შტატებს, ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ეს უნდა იყოს მინიმალური ბარიერი იმისთვის, რომ ურთიერთობები განახლდეს ორ ქვეყანას შორის, თუმცა ნაცვლად პოლიტიკურად მიჩნეული საქმეების შეწყვეტისა თუ პოლიტიკურად მიჩნეული პატიმრების გათავისუფლებისა ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივი დევნა გაახდა და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.